პოლიტიკური გრინჩები ასე აფასებენ მართულ გუნდში ოპოზიციური ალიანსის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას. ოპოზიციის ეს ნაწილი ნაცნობის სცენარით მოქმედებს და გარკვეულ თარიღებთან დაკავშირებით ისევ მოლოდინს ქმნის. ხელახლა გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებენ კოლეგებიც. როგორც ცდილობს ოპოზიციური ალიანსი ეროვნული დღესასწაულის მითვისებას ნინო არღლიანი ამბობს. ალიანსის ქოლგის ქვეშ შეკრებილი ნაციონალური მოძრაობის გეგმებს ოპოზიციაც დასცინის. 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულმა პარტიებმა საპროტესტო აქცია დაგეგმეს, რომელიც მათივე მხარდამჭერებისთვის იმის თქმის საფუძველი ხდება, რომ ოპოზიცია საზოგადოების მცირე ნაწილის შერჩენილ ნდობას საკუთარი ხელით ანგრევს. ყოველგვარი დემობილიზაციისა და დაშლის გარეშე ყოველ 6 თვეში ერთხელ ვაცხადებთ მობილიზაციას და ერთიანობას. ანუ თქვენ რომ გეგონათ მაგალითად 2026 წლის თებერვლამდე წინა 3 თვე ბრძოლა გრძელდებოდა, მაშინ ყოფილვართ დემობილიზირებულები და დაშლილები. პატივისცემით პარტია ობოლაძე დემოკრატების გენერალური მდივანი. რა ვთქვა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ სიმბოლურ ბრძოლით, სიმბოლურ კულმინაციის მისაღწევად, სიმბოლურ თარიღებში, სიმბოლური ერთობით. ყველაფერ კარგს და სიმბოლურს გისურვებთ სიმბოლურად. 26 მაისი ყველასია. 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს. ის არ ეკუთვნის არც ბიძინას, არც მიშას, ან ვინმე სხვას. 26 მაისს ისედაც ქუჩაში ვართ და ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს და რა თქმა უნდა, წელსაც ვიზეიმებთ. დამოუკიდებლობის დღის ზეიმის პოლიტიკურ სპექტაკლად ქცევის ეს პირველი მცდელობა არ არის. ოპოზიციის გეგმები მომავლის მარტივი პროგნოზირების შესაძლებლობას აძლევს პაატა ზაქარაიშვილს. ის ალიანსის წევრებში საქმის კეთების რესურსს ვერ ხედავს და საზოგადოების დაცინვის გამო მწვავედ აკრიტიკებს. 26-იო ხალხმრავალ მიტინგს გეგმავთო. კარგი დაცინვა. ესენი არიან 28 წლამდე საქმესაკეთებლები, არც 28 წელში აფსარ გააკეთებენ. ქართულ ოცნება ძალიან კარგად მოსწავს, ძალიან კომფორტულია და ბრწყინვალე და აქ საშუალება რომ 28 წლამდე მივიდეს და მერე. ოპოზიციის რომ ოპოზიციასაც აღარ სჯერა მართველი პარტიისთვის ბევრის მთქმელია. სხვადასხვა ლოგოს, ფერს და ნომერს ამოფარებულებმა ნაციონალურ მოძრაობასთან გაყრის ვერცერთი მცდელობა დამაჯერებლად ვერ შეფუთეს. უკან დაბრუნება კი ქართული ოცნებისთვის მათი პოლიტიკური დასასრულია. რადიკალები ჩამოყალიბდნენ ცისარტყელა ოპოზიციად. რომ ყოველ დღე, ყოველ წამს რაღაც სიტუაციას სადრა ქარი დაუბერავს, სადრა წვიმად დაწვიმს, ახალი სახელით, ახალი ფერით უნდა წარსდგენ საზოგადოების წინაშე. არ აინტერესებს ქვეყანას ეს ახალი სახელები, ლამაზი სახელები, ესეთი კრეატიული თემები და ცისარტყელას ფერები. თუ რამე აინტერესებს მოსახლეობას, ეს არის კონკრეტულ პრობლემებზე კონკრეტული გამოსავლის შეთავაზება. სასაცილო მდგომარეობაში არიან, ახლა მე რამდენჯერ ერთიანდებიან, მე იშლებიან, ისევ ერთიანდებიან, რაღაცა თარიღებს გვიანონსებენ შეკრებაზე, დაშლაზე, ისევ შეკრებაზე, ძალიან სასაცილო მდგომარეობაში არიან, ერთმანეთსაც დაცინიან. და რაღაცა სიმბოლიზმი ძალიან უყვართ, ახლა თითქოს 26 მაისს უნდა დაამტყვიონ საქართველოს ბჭყალებში გათავისუფლება. შტაბობანას თამაშობენ, ბავშვობაში რო იყო სახლობანას თამაში, ზუსტად ამ რეჟიმში არიან და ვუსურვებ, რომ სიმართლეს მალე გავუსწორონ თვალი. ერთითვის ოპოზიციური ალიანსი პირველ აქტივობას 2 თვეში გეგმავს. ძველი პარტიის ახალი შეფუთვა უმოქმედობის შემდეგ მოქმედებას ქუჩიდან ცდილობს. პროცესშია თემურ ალასანიაც, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, ის ვინც ქართველებს ავადმყოფ ერს უწოდებს, ოპოზიციის აქტივისტებმა ალიანსის სათავეში მონიშნეს და შტატებიდან პასუხმაც არ დააყოვნა.